სამწუხაროდ ჩვენ ხელისუფლებას, ჩვენ პარლამენტარებს თავისი ერი ეზიზღებათ. უარყოფითი კუთხით უნიკალურ მმართველობის ფორმასთან გვაქვს საქმე. არსებობს პიროვნება და ყავს თავისი ნაზირვეზირები. ზოგს პრემიერი ქვია, ზოგს მინისტრი ქვია, ზოგს ის ქვია, რა ქვია, დეპარტამენტის თავმჯდომარე და ასე შემდეგ. ბოლო პერიოდში კანონიც მიიღეს, რომ რო გეუბნება ესე იგი, მთავრობა რო გეუბნება, როცა ცხოვრება გაუმჯობესდა და უკეთესობისკენ მივდივარ და ამ დროს იგი ხელში გიჭერს კამანდას და შენ რო თქვა, რომ თუნდაც ცხელგურზე რაღაცა ისეთი უკმეხი სიტყვა უთხრა, შეიძლება დაგაჯარიმო. მე თუ შენ უკანონოდ გიწოდე რამე, არასწორად დაგიძახე რაღაცა, მაშინ კი ბატონო დამსაჯე, მაგრამ როცა შენ ამას იმსახურებ და უფრო მეც იმსახურებ, ხო? როცა შენ მიძვირებ წამალს, როცა შენ მიძვირებ ჯარიმას და საერთოდ ჯარიმებით ავსებ ბიუჯეტს, როცა შენ მპირდები, რომ 100 თუ 1000 თუ მილიონი საწარმო უნდა გახსნა, როცა შენ მოდიხარ ხელისუფლებაში და ამბობ, რომ ბენზინი იცი რა ეღირება ლარი თუ ლარნახევარი და 4 ლარზე ადის ბენზინის ფასი. თუ ხმა მოიღე და თქვი, რომ იცი რა, თუნდაც შეუკურთხოს, ხო გამწარებულ. შეიძლება იმან გიჩივლოს და დაგადონ 2000-იანი თუ 5000 ლარიანი ჯარიმას. ანუ ჩვენ უკვე ფაშისტური დიქტატურის ნიშნებს ხედავთ დღევანდელი ხელისუფლების მოღვაწეობაში.